რა ასარ გაიგებს კაცი ჩვენ სინამდვილეში ახლახან გავიგე და ადრეც იყო ეს გულახდილად გეტყვით ჩემთვის ცნობილი მაგრამ არც ახლა უყურებ ამას მაინც და მაინც დიდად სერიოზულად და არც მანამდე არ შემიხედავს მაგრამ ვალდებული ვარ გაგიმხილოთ რომ ქართული ოცნება გავიგე ეს ინფორმაცია რომ ქართული ოცნება 2026 წელს აპირებს ინტერნეტის კონტროლს ხო არ მოგესმათ ინტერნეტის კონტროლს და ეს გავიგე არა მხოლოდ ტელემედიიდან ერთ-ერთ ჩემს კოლეგას ჰქონდა სიუჟეტი ჩვენივე არხზე არამედ სწორედაც რომ დღეს თითქოს ჯინაზეო ეს მითხრა ქართული ოცნების პოლიტიკურ გუნდთან ერთმა დაახლოებულმა პირმა თან აღფრთოვანებული იყო ძალიან საინტერესო პროექტი მუშავდება ჩვენთან და თუ დამუშავდება და საუკეთესოდ გაიმართება ქართული ოცნება არც თუ შორეულ მომავალში მისი ლიდერები ამის პრეზენტირებასაც კი მოახდენენო და მე როცა ჩავეკითხე კი მაგრამ რა ქვია პირობითი სახელი დავარქვათ ამ ახალგაზრდა კაცს რა ქვია ამ პროექტს მეთქი რას ეხება ეს პროექტი მეთქი მითხრა რომ ეს არის ინტერნეტის კონტროლი ბეც გამიკვირდა გულახდილად გეტყვით მანამდეც გაგებული მქონდა დღეს თითქოს დაემთხვაო მათე კირვალიძის სიუჟეტი დროებაში სწორედ ამ თემაზე და მე ახლა დეტალურად გაგიხსნით რას გულისხმობს ყოველ შემთხვევაში რაც მიამბო ჩემმა ერთმა ნაცნობმა რაიმდენად მეგობარმა რომელიც ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული ცხადია ესეთი პირდაპირ ინტერნეტს როგორც ასეთს გლობალურ ქსელს როგორც ასეთს ვერ გააკონტროლებენ ვერ გათიშავენ ასე ვიტყვი ცხადია ეს იმიტომ რომ ეს ტექნიკურადაც არა მარტო იმიტომ რომ რაღაც მოსახლეობის დიდ პროტესტს გამოიწვევს ეს ყველაფერი არამედ ტექნიკურადაც პრაქტიკულად შეუძლებელია თუმცა ოპერატორ კომპანიებს ვარები ვიტყვი ეს არის Silk ჯგუფი და ეს არის Makti ჯგუფი შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეუქმნან ფლობელობის თვალსაზრისით ანუ გამოისყიდონ მათი წილი ასე მაგალითად ბიზნესმენ რამიშვილისა Silk-ში და Makti-ის მესვეურებისა ვინც არიან Makti-ში და სრული კონტროლი დაამყარონ იმ პირებმა ამ ორ კომპანიაზე რომლებიც ბიზნეს ივანიშვილის სამსახურში არიან უფრო მეტად სამსახურში არიან მეთქი ასე ვიტყვი ეს შეიძლება მოხდეს მაგრამ ამას არ გულისხმობ ახლა არც იმას არ გულისხმობ რომ შესაძლოა ინტერნეტის სიჩქარე როგორც მობილურ აპლიკაციებში მობილურ გაჯეტებში მობილურებში ისე Wi-Fi ეგრეთ წოდებული რომელთაც ახლა მე ვსარგებლობ შეიძლება შემცირდეს და ადამიანებს გადაუნდეთ ალბათ სწორი სიტყვა მობეზრდეთ აღარ მოუნდეთ ისე ხშირად ინტერნეტის მოხმარება როგორც მოიხმარენ როგორც წესი განსაკუთრებით ქართული რუსული ოცნება ეს ასაკვირველია ებრძვის ეგრეთ წოდებულ სოციალურ ქსელებს სადაც მიიჩნევს რომ ამ სოციალურ ქსელებში მათზე ქართულ ოცნებაზე ვრცელდება ეს საკვანძო სიტყვა მათზე ქართულ ოცნებაზე ვრცელდება მათეული გაგებით fake news-ები ტყუილები რაც მნიშვნელოვნად მათ ახდენს მათ დისკრედიტაციას და მათი რეპუტაციის შელახვასაც უწყობს ხელს ეს მათ საღერღილსა და ნერვებს ცხადია უშლის მას თუ სიჩქარეს შეზღუდავენ ეს ნიშნავს თუ არა ინტერნეტის მთლიანად გათიშვას რასაკვირველია არა რასაკვირველია ისინი ეცდებიან რომ Makti-ის ფლობელობაში და Makti-ის მეწილეებში ცვლილები შეიტანონ და რომელიმე მათთვის სასურველ მათთვის მისაღებ ბიზნესმენს ხელში ჩააგდებინონ ან ერთი ან მეორე ან ორივე კომპანია მაგრამ მე ამაზე არ ვლაპარაკობ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და უფრო ზუსტი რო ვიყო ჩემმა იმ ნაცნობმა მომაწოდა ინფორმაცია შეიქმნება ეგრეთ წოდებული რეესტრი ადამიანებისა რომლებიც თვითონ შეიყვანენ ამასთან ამ რეესტრში ადამიანებს თვითონ განსაზღვრავენ ვინ უნდა იყოს ეს იქნება არ ვიცი ბევრი ძალიან ბევრი მოქალაქე რასაკვირველია შესული ამ რეესტრში და ამ ადამიანების სოციალური ქსელების სრული კონტროლი წავა თუ ეს ადამიანები პირობითად ვლაპარაკობ 50000 კაცი მათეული გაგებით დაარღვევენ გარკვეულ ნორმებს საკუთარ საჯარო პოსტებში შეურაცხყოფას მიაყენებენ მდინარაძის აზრით მამუკა მდინარაძეს შელახავენ რეპუტაციას ირაკლი კობახიძის აზრით ირაკლი კობახიძისა fake news გავრცელებენ თეაწულუკიანის აზრით თეაწულუკიანზე ან ზოგადად ხელისუფლებაზე შალვა პაპუაშვილს გააკრიტიკებენ ან დასცინებენ და ასე შემდეგ ამ ადამიანებს
პირობითად 50,000 თუ 100,000 მე არ ვიცი რამდენი მოქალაქისაგან შემდგარი რეესტრი იქნება. ამ ადამიანებს დააკლებენ ქულებს. რეესტრი ამასაც გაითვალისწინებს 100 ქულიანიო, ჩემმა მეგობარმა ნაცნობმა მითხრა, 100 ქულია, 100 ქულა მიენიჭება, რაოდენობა არ დაუსახელებია, ყველა იმას, ვინც ამ რეესტრში მოხდებაო და როდესაც კრიტიკულ მინიმუმამდე მათეული გააცემით. კრიტიკულ მინიმუმამდე მივა, მე დაიწყებენ ამ ადამიანების დაჯარიმებას. მაგალითად, ირაკლი დაბლიაშვილი წერს პირობითად სოციალურ ქსელ Facebook-ზე, რომელსაც ისინი აკონტროლებენ. მაგალითად, დღეში 1 პოსტს, 10 დღის განმავლობაში შესაბამისად 10 პოსტს, თუ 10-ვე არ მოეწონებათ, ირაკლის დაბლიაშვილს დააკლებენ ამის 50 ქულას და 50 ქულის დაკლების შემთხვევაში მას დააჯარიმებენ და ირაკლის დაბლიაშვილს ბუნებრივია აღარ ექნება სურვილი, რომ მე-11 პოსტი თუ 111 პოსტი გააცნოს, თუნდაც მცდარი მოსაზრება გააცნოს, მცდარი, მაგრამ საკუთარი მოსაზრება გააცნოს საზოგადოებას. ესენი ამასთან ფაქტსა და კომენტარს, ფაქტსა და შეფასებას ერთმანეთისაგან არ გამიჯდავენ. როდესაც მე ვამბობ, რომ ქართული ოცნება არის ბანდა, ეს არის შეფასება, მაგრამ ისინი იტყვიან, რომ ფაქტად გაასაღა ირაკლი დაბლიაშვილმა ჩვენ ბანდა არა ვართო, ფაქტად შეასაღა ეს ყველაფერი საზოგადოებას. აქედან გამომდინარე ირაკლი დაბლიაშვილი პირობითად 3 თუ 5 თუ 17 ქულის დაკლებას იმსახურებსო და რომელიღაც ეტაპზე, როდესაც ირაკლი დაბლიაშვილი ამ კრიტიკულ მინიმუმს ჩამოსწდება, მას დააჯარიმებენ, არ უთქვამს თანხა ჩემს ნაცნობ მეგობარს, მაგრამ ესე მოდივი ანგარიშოთ პირობითად 1000 ლარით, ირაკლი დაბლიაშვილი ერთხელ გადაიხდის ამ 1000 ლარს, მაგრამ მეორეჯერ კი დაფიქრდება, რომ აღარ იყოს ისეთი კრიტიკული დე-ფაქტო ხელისუფლების მიმართ, რომ ამ ხელისუფლებამ ემან სარჩული არ მოუდოს, ან საბაბი არ მოუძებნოს და კიდე მეორე 1000 ლარით არ დააჯარიმოს, ან საერთოდად არ შეეზღუდოს ირაკლი დაბლიაშვილის სოციალური ქსელი, ამ შემთხვევაში Facebook-ით სარგებლობის შესაძლებლობა თუ უფლება არ მოესმოს. ეს ეხება არა მხოლოდ სოციალურ ქსელ Facebook-ს, რომელიც ყველაზე პოპულარულია ჩვენ სინამდვილეში, ეს ეხება YouTube-საც, ეს ეხება Telegram-საც, ეს ეხება და ყველა იმ პლატფორმას, რომელშიც სტატუს საჯარო ტექსტები იწერება, ან საჯარო სივრცეშია ეს პლატფორმები და სხვებსაც, არა მხოლოდ ნაცნობ მეგობრებს, არამედ სხვებსაც აქვთ ამ სოციალური ქსელების თუ პლატფორმებით სარგებლობის შესაძლებლობა. ეს ნაკლებად შეეხება შესაბამისად რამდენიც მე ვხვდები ყოველ შემთხვევაში, ასე რეალურად არ გვილაპარაკია, ცოტა გაოცებული ხავი მეგობარს რომელმა აცნობს ვილაპარაკებოდი. ეს არ ეხება, გულახდილად გეტყვით, რამდენიც მე ვხვდები WhatsApp-ს, სადაც მაინც ინდივიდუალური ან ჯგუფებს შორის და რაღაც კოლექტიური, მაგრამ მაინც რაღაც ვიწრო საზოგადოებაში ურთიერთობაა, ჩემი და ჩემი მეგობრისა, ჩემი და ჩემი მეუღლისა, ჩემი და ჩემი შვილისა, ჩემი და რაღაც ჩემი მეგობრების ერთი ნაწილისა, თქვა თუ რამდენიმე ვართ, არ შეეხება შესაბამისად Viber-ს, არ შეეხება Signal-ს, ამათი გაკონტროლება არ შეიძლება, მაგრამ სწორედაც რომ სოციალურ ქსელებს შეეხება. მე მახსენდება ბანდიტი, ეხლა ისე წამოვს, მაგრამ ეს კანონი რო იყოს ძალაში შესული თეორიულად თუ არსებობს ეს კანონი, ამ შემთხვევაში მე მინუს რაღაც 10 ქულა და მინუს რაღაც 250 თუ 397 ლარი დამეკისრებოდა. ხო თუ ესეა მართლაც. ხო, ბანდიტი სოზარ სუბარი მახსენდება, წანაზარდი, შეუნაწყოფელი სიტყვაა და მოდი შევიკავოთ დავით. მოკლედ, ბიზნე ივანიშვილის ერთ-ერთი პაჟი, რომელმაც არც თუ დიდი ხნის წინ სწორედ Facebook-ზე ილაპარაკა და თქვა, რომ სოციალურ ქსელებს აქვს უზარმაზარი გავლენა საზოგადოებაზე, twin არ ეცხვას გულისხმობს მისეული გაგებით და აქედან გამომდინარე ხომ არ ჯობს, რომ ვიფიქროთ, მათ შეზღუდვაზე ამ სიტყვას ხმარობს, სიტყვით სოზარ სუბარი სახალხო დამცველი რო იყო არც თუ დიდი ხნის წინ, იბოდიშებთ, კიდევ ერთხელ იბოდიშებთ და მესამეჯერაც მომიწევს მობოდიშება. მესამეჯერაც მოგიბოდიშეთ. სოზარ სუბარი სახალხო დამცველი იყო და გაგვირდება და ის ჟურნალისტიც იყო, სხვათა შორის დღემდე არის კიდევ ერთი ბანდიტის იდეოლოგი ვასილ მაღლაფერიძის მოწაფე და მეგობარი. სოზარ სუბარმა თითქოს მაშინ გასაცინის სიტყვა თქვა თითქოს და არც არავინ არ მიაქცია ყურადღება, მაგრამ ეს იყო რამდენადაც მე ვხვდები და თუ ეს ასეა, რას ჩემმა ნაცნობმა მიამბო, ერთგვარი ზონდირება თუ ხელისუფლებაში და თუ საზოგადოებაში ამ თემისა. მოკლედ, სოციალური ქსელების თაობაზე
ესენი აპირებენ გარკვეული რეგულაციების მიღებას და კერძოდ ესენი აპირებენ რომ შექმნან რეესტრი აქტიური პირებისა, ყველა შეიყვანენ ვისაც თავად ჩათვლიან საჭიროდ პროფესორს, პროფესორებს, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, სტუდენტებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს, აქტიურ ადამიანებს ზოგადად არ ვიცი პირობითად 50,000 კაცს, მეტი მაინც არა მართლა არა ვართ, ვინც პოლიტიკური კონტენტით გამოვირჩევით, თორე ყვავილებსა და ტრიაქილია მეორის ფოტოებს ვინ არ აშრიალებს და დააკვირდებიან ამ 50,000 ადამიანს როგორ გააკონტროლებენ ამ 50,000 ადამიანს სიმართლე გითხრათ კარგად არ მესმის, იმიტომ რომ 50,000 ადამიანის კონტროლს კარგი არ მინდა 50,000 კაცი, მაგრამ 10,000 კაცი ხო სჭირდება სტატო ერთეულში, კარგი 5,000 კაცი ხო სჭირდება საშტატო ერთეულში, ერთმა კაცმა რომ 10 კაცი გააკონტროლოს, ნუ პრინციპში რატომაც არა 5,000 თანამშრომელს კი აიყვანენ და კიდევ ურიგებენ ხელფასს და ყოველი მეორე ირაკლი დაბლიაშვილი ან ყოველი მესამე აქვს ამ შემთხვევაში ჩემ კოლეგას დავასახელებ ან არ დავასახელებ, როგორც კი გაბედავს რამ უცნაურის დაწერას, ბიზინა ივანიშვილის მათეული გაგებით უცნაურის დაწერას, არასწორის მათეული გაგებით დაწერას, ირაკლი დაბლიაშვილს ჯერ ქულებს ჩამოაკლებენ, ხოლო მერე დააჯარიმებენ. ეს არ არის რუსული მოდელი, აქვე გეტყვით, რუსეთში ოდნავ კი არა, გვარიერად განსხვავებული მოდელი ფუნქციო უკვე არსებობს და მომავალში უფრო იარსებებს, მათ შორის WhatsApp-ის შეზღუდვისა, მაგრამ ეს არის კიდევ ახალი ნოუ-ჰაუ მეთქი ამ ქართული რუსული ოცნებისა, უთუა ჩემი მოსაზრებით რომ FSB-სთან შეთანხმებულია ეს და ამის კომუნიცირება კი კომუნიკაცია თუ კომუნიცირება ამის მოკლედ საზოგადოებაში გავრცელება კი მოუნდებათ. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ რომ ძალაუფლების დაკარგვისა ეშინია პერსონალურად ბიზინა ივანიშვილს, რომელმაც თავის მხრივ ვერავისთან ვერ დაალაგა ურთიერთობები, აგიკვირდებათ და ვერც რუსეთთან, მეთქი ამას ვიტყვი, მაგრამ ერთ წელს რუსეთს დავარებოთ თავი. ის ხელს რომ არ ჩამოვართმევენ, ის პირია უკლებლივ ყველა სახელმწიფოს ლიდერისათვის, უკლებლივ ყველასთვის ცალკეული გამონაკლისების გარდა და დემოკრატიაში პრაქტიკულად დემოკრატიულ სამყაროში პრაქტიკულად არავინ არ არის მისი მეგობარი, განსაკუთრებით ცხადია ის ეშურება მეგობრობას შეერთებულ შტატებთან და არა უნგრეთთან თუ სლოვაკეთთან. ბიზინა ივანიშვილი შესანიშნავად ხვდება რომ კეთროვანია, მარტივად რომ ვილაპარაკოთ და ახლა ამ კეთროვან კაცს დასავლეთი გარკვეულ არაპირდაპირ მნიშვნელობის ცეცხლს რომ გაუხსნის, ანუ ბრძოლას გამოუცხადებს კიდევ დამატებით დაასანქცირებს, ხო ეს შესანიშნავად ისის და არ უნდა შიგნით ბუნტი. ბიზინა ივანიშვილი ყველაფერის იყო გასასისას პარანოიკული შიშები და ფიქრები აქვს. ბიზინა ივანიშვილი უფრთხის ყველაფერს, მათ შორის პირველ ყოვლისა ბუნტს შიგნიდან და ამ ბუნტის საფუძვლები შეიძლება იყოს ახალი ბუნტების, საფუძვლები შეიძლება იყოს სწორედაც რომ ახალი რეგულაციები თუ სანქციები დასავლეთის მხრიდან და აქედან გამომდინარე მე ამის ყველაფრის გადავრცელება ფართო საზოგადოებაში ირაკლი დაბლიაშვილი როგორც კი სანქციები იქნება ვაშინგტონიდან, ნუ პირობითად მეგობარი აქტი ირაკლი დაბლიაშვილი ასაკვირველია გამოვა და იტყვის რომ ხალხო გამოდით რუსთაველზე, იმიტომ რომ აგე ამერიკელებმა დაადასტურეს რომ ბიზინა ივანიშვილი არის ყაჩაღი, ბანდიტი და რა ვიცი ხა აბსოლუტურად პირობითად ვასახელებს ხადია რაოდენობას, ვთქვათ 10 კაცს ან 15 კაცს მე ვეცდები იქია და გამოვიყვან. და ესე მოახერხებს კიდე რაღაც შევი მეორე კოლეგა 20 გამოიყვანს, მესამე 30 გამოიყვანს და ასე შემდეგ, ესე შეიკრიბა შენი 100 კაცი და 100 კაცი კი არ ყოლია ფიდელ კასტროს, არა რევოლუციის კი არ მიყვავს მაინც და მაინც, მაგრამ 100 კაცი არ ყოლია ფიდელ კასტროს, როდესაც რევოლუციას აწყობდა კუბაზეო ესე რომ ამბობენ და კუბაში რომ ალბათ უფრო სწორია და ხა წარმოიდგინეთ რამდენი ასეული შეიძლება გამოვიყვანოთ ჩვენ როგორც კი საინფორმაციო მიზეზი გამოგვიჩნდება საფუძვლები გვექნება თუმცა ახლა საფუძველი რასაკვირველია გვაქვს მაგრამ კიდევ უფრო ხელჩასაჭიდი საფუძველი გვჭირდება ამ მომენტს უფრთხის ბიზინა ივანიშვილი და კი ამიტომაც აპირებს თუ გაუვა რასაკვირველია კიდევ უფრო მეტი მარწუხის მოჭერას ბიზინა ივანიშვილი რუსეთს აკეთებს აქ ეს არ არის მხოლოდ ესეთ ჯერ სათრიგრძელო არ არის სათრიგრძელო და არც ესეთი ლიტონის სიტყვები არ არის ეს ხარა წარმოთქმული ხო ეს არის რეალურად ფაქტებზე დაფუძნებული რეალობა აქ მე გულისხმობ უკვე მომხდარ ამბებს რუსული კანონები სასამართლოს არ არსებობა ეს რუსეთია ევროპაზე უარეს თქმა რეპრესიები
გარკვეული რეესტრების სხვა აგვარი რეესტრების შექმნა, შექმნის მცდელობა, ემიგრაციისათვის ხმის ჩამორთმევა, განათლების დეფორმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მარტო იმაზე კი არ ვლაპარაკობ, რომ რაღაც ნატო განდევნა, პარტნიორები მოიძულა და პაპუაშვილ ბანდიტს აგინებინებს ეს უკანასკნელი თავის მხრივაც აგინებს ყოველგვარი რაღაც ფიზინა ივანიშვილთან კონსულტაციის გარეშე. ამაზე არ ვლაპარაკობთ მარტო. ჩვენ ვლაპარაკობთ აგრეთვე იმაზე, რომ შიგნით რასაც აკეთებს ფიზინა ბანდიტი ივანიშვილი, ეს უკვე არის რუსეთობა. არ აქვს ფიზინა ივანიშვილს რესურსი, საქართველოს არ არის მდიდარი ქვეყანა, რომელსაც რაღაც ნავთობი რო კონდეს, კიდე გამოვიდრონა დიქტატურა და ასე შემდეგ, ნავთობი არ არის. ხო, სწორი თეზაა. რასაკვირველია ვეთანხმები, მაგრამ ჯერჯერობით აი რაღაც უცნაური ამბავი ხდება თითქოს, ხო, რომ ფიზინა ივანიშვილი ბევრ რამეს ყოველ შემთხვევაში თუ ყველაფერს არა ახერხებს და გაიტანს ხოლმე, გააქვს ხოლმე ფიზინა ივანიშვილს ბევრი რამე და ეს ფრიად სამწუხაროა ეს, აი როცა ყველაფერი დასრულდება სასიკეთოდ, ჩვენ წარმოიდგინეთ რამდენი კანონი მომავალ ხელისუფლებას. ექნება შესაძლებელი, რამდენი გადაწყვეტილება ექნება შესაძლებელი, რამდენი პრობლემა დახვდება, რა უბსკულში, რა ძერმო დახვდება, პირდაპირი არა და ალბათ კი ნამდვილად უფრო გადატანითი მნიშვნელობით და გაუჭირდება არავის უსურვებ მეთქი, არავის ვუსურვებ მეთქი, ასეთ შეიძლება ითქვას, თუმცა რასაკვირველია პასუხისმგებლობა უნდა აიღონ პოლიტიკოსებმა თუ ისინი რაღაცა ისინი პოლიტიკაში არიან. ინტერნეტს რო მივუბრუნდეთ, ერთ-ერთი მთავარი ამბავი იქნება ეს ცხადია 2026 წლის ერთ-ერთი მთავარი კი არა, ყველაზე მთავარი ამბავი იქნება, თუ კიდე უარესები არ ჩაიდინა. ამბავიც ისაა, რომ ფიზინა ივანიშვილი ნახეთ როგორი სტრატეგია აქვს, ერთ საშინელებას ჩაიდენს, მიგვარდებით ამ საშინელებას, განვიხილავთ ამ საშინელებას, ასე შემდეგ, თელ ჩვენ ენერგიას ვხარჯავთ და აბა როგორ იქნება სხვაგვარად, რასაკვირველია უნდა დახარჯო, მაგრამ მეორე ფრონტს გიხსნის ეგრევე. მერე გადავერთვებით იმ მეორე საქმეზე და ის პირველი ამასობაში დაიწყებული გვაქვს. გადავერთვებით თელ ჩვენ ენერგიას და არჩენილს დავხარჯავთ იმ მეორე ამბავზე, ეგრევე მესამე ფრონტს გიხსნის. ანუ 3, 5, 7, 17 სიგიჟეს გახავებს თუ ახავებს ამ ამბავში და შენს ვეღარც რესურსი ყოფნის, აღარც რესურსი აღარ ყოფნის და დაბნეულიც ხარ გულახდილებით თუ ვიქნებით და აქედან გამომდინარე, ხო, ინტერნეტის გაუქმებას რომ დააპირებს ფიზინაში თუ დააპირებს, ხო? უცბად ეს არ არის თლად ინტერნეტის გაუქმება, ეს ამიტომ მაინც დაგზაფროთ. მოკლედ გარკვეული რეგულაციების დაწესებას გარკვეულ აქტიურ ადამიანებზე. აქტიური ადამიანების წინააღმდეგ. თუ ამასაც იზამს ფიზინა ივანიშვილი, ისე უნდა გახსოვდეთ და გვახსოვდეს, ნუ გახსნის მეორე ფრონტს და იქვე რაღაცა იმ მეორე სამშაბათს ისეთ რაღაცას ჩაიდენს, რომ ინტერნეტის შეზღუდვა ჩვენთვის, სოციალების შეზღუდვა ჩვენთვის, ყველას შემოვიწყებული ექნება. მაგრამ ეს ყველაფერი ცხადია პროპაგანდის მიერ იქნება ძალიან აქტიურად გამყარებული, თუ სწორი სიტყვა, იმიტომ რომ თუ ირაკლი ტაულიაშვილი ტყუილს ავრცელებს ადამიანზე, სასამართლოში კი არ მიდის ეს ადამიანი, ფიზინა ივანიშვილი, ამ კონტინერაზე, რა ვიცი, ბანდიტებს რადალებს ამ ხელისუფლებაში, არამედ ესეთი პირდაპირ რეგულაცია ხდება, იმიტომ რომ სასამართლო ამდენ საქმესაც ვერ ერევა, ხო? და ვერ მოერევა სასამართლოს წოდებული უფრო ზუსტი რომ იყო, ამიტომ რადგანაც სასამართლოც პირდაპირ без суда ის следствие რუსებს ჰქონდათ ეს, ხო, სასამართლოს გარეშე, იმ შემთხვევაში დახრედა იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში დახრედის დოლფასი ამეთქი ასე ვთქვი. სოციალური ქსელების შეზღუდვა ცალკეული მოქალაქეებისათვის. მე რო დაველაპარაკე ამ ჩემს ნაცნობს, ერა რომ მელაპარაკა, ცოტა აღშფოთება ვერ დავმალე. ერთის მხრივ ამეცინა და მეორეს მხრივ აღშფოთებას ვერ დავმალე, მაგრამ რომელიღაც ეტაპზე ამ საუბარში მივხვდი, რომ აბსოლუტურად არა აქვს აზრი, იმიტომ რომ ის თავად აღფრთოვანებული იყვებოდა, მაგრამ იცი ცხადია, რომ აქტიური ადამიანი ვარ და ცოტა ესეთი ირონია ძალიან ახლობელი არ არის მაინც და მაინც, მაგრამ კარგი ნაცნობია და კარგახლის დაცნობია. დაგერხათო ცოტა ესე მეუბნებოდა ცოტა ირონიანარი ტონით. დაგერხათო, აგენახათ თუ ბიზინა სერიოზულად ამას არ მიიღეს ბიზინა. სერიოზულად მელაპარაკე იმით, კინო პირობით სახელით კვლავ ვიმეორებ გიორგი, რომელიც მიმტკიცებდა კვლავ ვიმეორებ, რომ ეს აბსოლუტურად სერიოზული ინფორმაცია, ბოდიში მე ვიცი, მან გამიმხილა ვინ მუშაობს ამ საკითხზე, უშუალოდ ქართულ ოცნებაში, გარდა მამუკა მდინარაძის, ყოველთვის მამუკა მდინარაძის მუშაობს, ქართული ოცნების დეპუტაციიდან ამ საკითხზე ვინ მუშაობს. ესეც გამიმხილა ერთ-ერთ სხვაში სოზარ სუბარია და კიდე არის ერთი გვარი ხარ რატო ვერ გეუბნებით რომ გვარი არ მეცნო და ვერ ვიხსენე ამას. არ მახსოვს. ხო და მოკლედ როგორც არის.
თავისიანებს კი არ შეიყვარენ გასო. თავისი მონები, ხო, რომლებიც სხვებზე ავრცელებენ სხვების აზრით დეზინფორმაციას, ისინი რასაკვირველია ინდულგირებულნი იქნებიან. რთული დროება გველისმეთ კი რო გეუბნებით არ გჯერათ. არა, მე ვალდებული ვარ გითხრათ რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ძალიან რთული დროება გველის. ურთულესი დროება გველის და 26 კიდე უფრო რთული იქნება. სათაური იქნება მაინც ასეთი, შეგვიზღუდავს, მოდი დავწერო რომ არ დამავიწყდეს, შეგვიზღუდავს თუ არა Facebook-ს ბიზინა რუსი. კითხვა, ძახილის ნიშანი. ნახვამდის.